აი ეხლანდელი ცხოვრებით გულის ტკივილს ვერაფერი შეცვლის. იმ მწარე ტკივილს, რომელიც გიომს არ უყვარს ცრემლები და სულ ამბობს, რომ დედიკო, შენ ხო არ ტირი ხარ, სასამართლოებზე სურათებს როცა იღებდნენ, ჩანს იქ დედი ეს წითელი რატო გაქვს. შენ ტირი ხარ, ჟეშტებით რომ ლაპარაკობდი სულ. იყო ფოტოებში სხვათა შორის ბევრგან, რომ არ უყვარს მაგას მე რო ვტირი ვარ, არც ვიტირებ ის ტკივილი სულ ამაგ გულში და წერილი რომ მომწერა სამმარც ასე თქვა. ვიცი ამ წუთას რაც გრძნობ, ამ წერილის წაკითხვისას ეს სიშორე შენ რაც გიშვება და შენ ეხლა რო ტირი ხარ, იმასაც ვხვდები მე, ტირილის გარეშე ამას რო ვერ წაი, იცის რომ ტირალა დედა ყავს. მაგრამ ისიც არ უნდა ცრემლიც მქონდეს, მაგრამ მე ჩემ თავს შემოუძახე ბაბა ნანი. მთელი ქვეყანა გიოსახელს იძახის, ასე ამაყად უნდა იყო და მოდი არ დაიჩაგრო თავი და უფრო ამაყად დახვდი შენ შულს უფლის წინაშე. ეს სიამაყე აი ხვალ ზეგრო ცხოვრება წინ წავა და ეს ყველაფერი ჩაიწერება ისტორიაში, ეს წერილებიც რო გასახსენებელი იქნება, ეს გაზეთებიც რო გასახსენებელი იქნება, ყველა ეს აქციები გასახსენებელი იქნება, მე უკვე მართლა მეუფლება სიამაყე, არ დაგიმალა. მეუფლება და ვიტყვი რომ არ დახარო თავი, გაიარე თავისუფლად ამაყად, კი არ დააშავა რამე. კარგი საქციელით, ვინც დღევანდელ ცხოვრებას საღიაზრით უყურებს, იმისთვის ეს ყველაფერი უნდა იყოს სიამაყე როგორც ჩემთვის.